აი მოვედი ხალობიოს ვიდეოს გადასაღებად. აი მე ხალი გავამზადე, გავეცხე, გავაზუქთე და არ ვჭრი დანით. ასე ვაკუცმაცებ ხალს. ხელით, ცოტა დიდ ფოთლებად. მაქვს გამზადებული ამდენი მხარისთვის ეს ლობიო, ზუსტად გრამობას ვერ გეტყვით, ალბათ 200 გრამი, შეიძლება არც იყოს. ნიგოზი, ცოტა ქინძი, 3 კვილი, ნიორი. თქვენ თუ უფრო ისე ნიორი ძალიან უხდება. შეგიძლიათ ცოტა დაამატოთ. დაფქული წიწაკა. გადავიტანოთ ლობიო ცალკე ქვაბში. ეს ჩალგობილი არის და მალე მოიხარშება. ლობიო მოვხარშოთ ცალკე. დავასხათ წყალი ლომად. შეგვიძლია გავამზადოთ მანამდე. მე ისევ და ისევ ჯამში ვაკეთებ. ნიგოზი გასუთავებული მაქვს წინასწარ. ჩავამატოთ ქინძი. რომ ადვილად დავნახო, ასე ქვია, დავნახო. ნიოვი. წიწაკა თქვენი გემოვნების მიხედვით. ჩემი წიწაკა მწარია ძალიან და ეხსაა. მარი მე გემოვნებით შეგიძლიათ გასიჯოთ. და გემოვნების მიხედვით თავიდან ბევრი არ მოგივიდეთ, მე შეგიძლიათ დაამატოთ. მე ამას დავნაყავ. ჩვენ ასე ვიზადოთ და სხვა როგორ უნდა ვთქვა. გავამზადებ და მე გაჩვენებთ. ეხლა რომ არ ვიხმავრო და ხო, წყალი გიქნის. ადუღდა, ჩავამატებ, ცოტა ადუღება, ჩავამატებ ხალს ცალკე ქვაბში. აქ იხარშება ლობიო ხალს და თქვი რომ ამას როცა ადუღდება 10 წუთის მერე ხალს წვენს გამოუცლი, გავრეცხავ, ისევ ამ ქვაბში ჩავასხავ, ჩავყრი და დავასხავ ცხელ წყალს. ლობიო რომ მოიხარშება, შეურევ ერთმანეთში. ამ მომენტსაც გაჩვენებთ. ხალობიოს უფრო უხდება მწადი, ამიტომ მე უნდა მოვცომო მწადი. ცოტა მეტი. მე მჭადს ცივი წყალით მოვცომავ. გაჩნია ქვის. ზოგს მარილიანი ჭადი უყვარს, მაგრამ ჩვენ არ გვიყვარს მარილიანი ჭადი და მარილის გარეშე შევცომა.
ჩემ ვიდეოებში ახლა სულ ეს თასი რატომ ჩანს, თასების მეტი რა მაქვს, მაგრამ რატომღაც ეს თასი არის ძალიან ღრმა და უფრო პრაქტიკული და ხშირად იმიტომ ვიყენებ ამას. თორემ ჯერ არ მიხმარია კიდე ისეთი თასებიც მაქვს. ლობიოც ეხლა დუღდა. ლობიოც წვენს არ ვუცლით, რადგან ჩალბობილი მქონდა და მე კიდე კარგად გავერცხე. მებია ჩემი ასე გვასწავლიდა ჭაც რამდენს უფრო მეტხანს მოცომა, უფრო გემრიელი იქნება. ესეც ჩემი ჭადი. ჯერ გამოცხობის გარაშე, რა თქმა უნდა. ხო, ადრე მქონდა საცხობი, რგვალი ან ოთხკუთხედი საცხობები რომ იყო. ჩასაშენებლის გარაშე რომ იყო. ის ძალიან კარგად აწყობდა მჭადს. ერთი ამ საცხობს ახლა ჩასაშენებელი რომ ერთადერთი მინუსი ეს არის ამის, რომ აი მჭადს ისეც ვერ ვაწყობ, როგორიც მინდა რომ იყოს. მაგრამ არ აღშობს. გემრიელი კი გამოდის, უბრალოდ ფერი და ისეთი ნამაზი არ არის. უნდა ცოტა ეკეთებს ნაპრალებს. შევამამაზებ ჩვენი ჭადი. ეს ბევრმა იცის, მაგრამ რადგან თქვი რომ გაჩვენებთ, მეთქი ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ. არასდროს არ მეზარება სამზარეულოში ტრიალი. პირიქით მიყვარს კიდეც. აი წინასწარ გახურებულ ღუმელში შევდგამთ 200 გრადუსზე. მე ამ საცხობს 200 გრადუსზე მეტი აქვს თუ არა ვერ გავუგე, ყოველ შემთხვევაში მე 200-ზე ვაწყობ. თუ მეტი აქვს, უფრო უკეთესი. ყოველთვის მიყვარს როცა საჭმელს ვაკეთებ, თან დავალაგო. არ მიყვარს არეული და ისეკეთება. წყალს თითქმის ადუღდა. ხო, მე ისიც მაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაგრამ თუ ცოტა მაქვს, ამას არ ველოდები როდის გაივსება და გავრეცხო. ცოტა თუა, რეცხავ
და კვირაში ერთხელ, შეიძლება ორხელაც შეიძლება მაინც გავრეცხო, ამაში რომ უფრო მეტად პრიალებ. აი ფხალს წვენი გადავუწურე, გავრეცხე და ლობიო და ფხალი გადაურიე ერთმანეთში. ახლა ეს კარგად უნდა მოიხარშოს. ადროვოდ ამას დრო ჭირდება და რომ მოიხარშება, შევკაზმავ ნიგოზით და ნიორით და გინძით და გაჩვენებთ იმასაც. მოიხარშა ჩვენი ფხალი და ლობიო. მზად არის. აქ ნიგოზი გავხსენი ცხელ წყალში. ცოტა იფაშია. რომ გავა ცოტა 10-15 წუთი, მერე უფრო ლამაზად გამოიყურება, იმიტომ რომ იგოზით ყველაფერი ერთმანეთში შეერევა. გასინჯეთ მერე მხოლოდ მარილით, სიმწარე, თქვენ როგორც გინდათ. და ეს არის. ახლა გადმოვიღებ ფეფშზე და გაჩვენებთ როგორი გამომივიდა. ხომ ვითომც არაფერი, მაგრამ საკმაოდ დრო ჭირდება, იმიტომ რომ მოხარშვა სჭირდება დიდი დრო. თორე მეც არაფერს. გაჩვენებთ ახლა გადმოვიღებ თეფშს. აი როგორ გამოიყურება ჩემი ფხალობიო და მჭადი. აი თქვენც შემიფასეთ. ჩვენ რომ გვიყვარს ძალიან მოგწონს და გვეგებრიელება, თქვენ შემიფასეთ ვიზუალურად. აი რასაც ვამბობდი, ეს არის. ეს ნაპრალები მჭადს არ უნდა ქონდეს, მაგრამ ჩემი საცხობის ხანაირად არ აცხობს. აი ნახეთ. მოვჭი სადილის გაკეთებას. ეხლა გამოიდა რა, ისეთი კარგი ამინდი დადგა, ცხელა, მაგრად. ამიტომ გადავარჩიოთ თბილიდან საცმელები, ნაწილი გადარჩეული მაქვს, ძალიან თბილები და გადახარისხებული. ეხლა ის რაც დარჩა კიდევ, იმასაც დავრეცხავ. ადიალებია და საცმელებია. გავაშრობ ყველაფერს, სახლს დავალაგებ. ყველა კუთხიდან შუქიანათებს, არადა ერთმა დამიწერა შენი ვიდეოებიო ხმა ისმის ახლა და სიბნელი არისო და ვერ გავიგე. არადა ჩემთან აჩვენებს ჩვეულებრივად. ახლა შუქებიც მაქვს ჩართული, რომ უკეთესად დაინახოთ. ცოტა აი, ნახეთ, აი, შუქს რომ არ ვთავეთყობა, მაშინ უფრო ჩანს, მაგრამ რომ არ ჩავთხოვ, ბნელიაო მეუბნებია. აი, გადმოვედი ჩემს მისაღებში, ცოტას შევისვენებ. ეხლა უამრავი სარეცხი მაქვს. დასაუთოებელიც ჩანს, დავამატებ ახლებს კიდე და იმასაც დავაუთავებ. დღეს ცოტა ბევრი საქმე დამიგროვდა. მაგრამ არავში დღეს კიდევ ახალი გამოიღო. ნახეთ რა ლამაზია, ძალიან მიყვარს აგიცი. ნახეთ რამდენი სარეცხი გავფინე. აი და რამ კიდე ირეცხება. შავი ტანსაცმელი მაქვს, მე შინიამზე მარ დაწვას, მაგრამ მალე ავიღებ. ძალიან ცხელა დღეს. იმდენად მინდოდა სითბოდა მზე, რომ არ მაწუხებს ეს სიცხე იყოს.
რამე ეშველება მოვიგრილებთ, ოღონდაც იყოს და დილას რო გაწვიმდა, კიდევ ისი არ გაწვიმდეს. ვიფიქრე, всё, ისევ დადგაცუდია. მეტყობა ცოტა დავიღალე, მაგრამ საერთოდ არ არის პრობლემა. დაღლა სულ სხვა რამეა და თქვენთან ყოფნა სულ სხვა რამეა კიდევ. ეხლა იატაკებს მოწმინდა. თუ მე გარეთ გავედი, თუ დრო გამოვნახე, ჯენძა არცხელა და მაინც ვერ გავალდა საქმე მაგავარებელი. თუ გარეთ გავედი, ნახოთ, გადავიღებ იქაც. ხო, მე აფთიაქში კი ვარ შესასვლელი, მაგრამ იქ რა გადასაღები არაფერი არ იქნება და ამიტომ თუ გავედი გარეთ, იმ ვიდეოსაც გადავიღებ და დავამატებ თუ არა და ნახოთ რა როგორ აიქნება. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს.